მოგესალმებით, ეთერშია კულინარიული შოუ „სავსე ოჯახი“, მე მისი წამყვანი ქეთი მგელაძე ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ოზურგეთის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის კულინარიული კურსების ხელმძღვანელი ქალბატონი ელიკო მიქელაშვილი იქნება. მოგესალმებით, ქალბატონო ელიკო. გამარჯობათ. დიდი მადლობელი ვარ ჩემი მოწვევისათვის. მე შევეცდები აგიკეთოთ საინტერესო სალათი, ფრანგული სალათი და გასავლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ყველაფერი. მოდით, სანამ ფრანგულ სალათს მოგვიმზადეთ, მანამდე ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრში გადავიღეთ. გამარჯობათ, მოგზავნით, კეთილი იყოს თქვენი მოგზაუნება. ეს არის ჩემი მეორე ოჯახი. აქ არის ოზურგეთის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ბენეფიციარებს ვასწავლი კულინარიის კურსებს. აქ არის ჩვენი სამზარეულო და ჩვენი სამუშაო ოთახი, სადაც ვიკრიბებით ჩვენს ბენეფიციარებთან ერთად. დაბრძანდით, ყავას მივთმევთ, გას მივთმევთ. ეხლავე. მივთვით გენაცვლი. ასეც ეხლავე. დიდი მონდომებით არიან ჩვენი გოგოები სწავლის მხრივ. ითვისებენ ძალიან კარგად. ჩვენ დავიწყეთ ქართული სამზარეულოდან. ძირითადი, დიახ, ქართული კერძების შესწავლიდან დავიწყეთ. ან კერძის გაფორმებასაც აქცევთ ალბათ ყურადღება. რა თქმა უნდა, კერძის გაფორმებას ეს არის აბსოლუტურად თანასწორი, როცა კეთდება კერძი, იმას მისი გაფორმება, მისი გატანა, ის სილამაზე, ყველაფერს სჭირდება ესთეტიკა. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ჩვენთან ეს ბენეფიციარები იყვნენ შეისწავლეს და შემდეგ გამოიყენეს თავის ცხოვრებაში, რესტორნებში დასაქმდნენ და ძალიან კმაყოფილები გვესტუმრენ. ბენეფიციართა მომართვიანობა მაღალია და რა სახის მომსახურება ხვდებათ მათ აქ ცენტრში? დიახ, არის დადიან აქ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქალბატონი, ქართველი ქალბატონი, რომელსაც აქვთ აი ოჯახური პრობლემები ძალიან ისეთი. საუბრობენ ამ პრობლემებზე. ხიად თავიდან აი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ცოტა უჭირთ პირველად, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქ ფსიქოლოგის მომსახურება, იურისტის მომსახურება, ეს ყველაფერი უფასო, რომელიც შემდეგაც უფრო ღიად საუბრობენ და უკვე თითქოს თავს იმკვიდრებენ საზოგადოებაში, აი ძალიან ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა. შესაძლებელი თუ იქნება, რომ გვაჩვენოთ რა პირობებში ვწევთ მას მუშაობა. კი ბატონო, მოგზავნით, აგერ. აქ არის ჩვენი სველი წერტილი, შკაპინა და როგორც ყველაფერი აი ესა. მეორე სართულზე. დიახ, ავიდეთ მეორე სართულზე იქა. ეს არის ჩვენი ბიბლიოთეკა და სადისკუსიო დარბაზი, სადაც კვირაში ერთხელ იკრიბებიან. იყენებენ ამ ბიბლიოთეკას? როგორ არა, დიდი სიამოვნებით კითხულობენ და აქ იკრიბებიან, ხდება დისკუსიები. აქ არის საძინებლები ბენეფიციართათვის. სულ გვაქვს 3 საძინებელი 6 ადამიანისთვის. კარგი მოწყობილი, რომ თავი იგრძნონ როგორც სახლში. აქ არის ბავშვთა ოთახი, სადაც ბენეფიციართა ბავშვები შემოდიან, თამაშობენ, დროს ატარებენ, აგერ ხატავენ. დიახ. აქ არის ერთობიან.
ყველაფერი არის იმისთვის, რომ დიახ, არის ზღაპრები, წიგნები, თოჯინები და რა ვიცი, ყველაფერი რაც საჭიროა ბავშვებისათვის გასართობად. ჩვენ ისევ დაგიბრუნდით, მართლაც რომ ძალიან საინტერესო და მყუდრო გარემოს უქმნით თქვენს ბენეფიციარებს, ახლა კი გითხარით რას მოგვიმზადებთ დღეს გადაცემაში. მე მოგიმზადებთ დღეს ფრანგულ სალათას, შარლოტკას. აქ გვაქვს ჩვენ ინგრედიენტები, რაც საჭიროა ჩვენი სალათისთვის: ქათმის ფილე, მოხარშული კარტოფილი, კვერცხი და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ. ვიღებთ მოხარშული ქათმის ფილეს და ვჭრით ბარდის ოდენა. რა თქმა უნდა, მოხარშული უნდა იყოს. დიახ, მოხარშული ქათმის ფილე. ვჭრით ესე. წვრილად უნდა დაიჭრას? დიახ, ესე ზოლებით. და ეს კერძი პირველად როდის მოამზადეთ? ეს კერძი დაახლოებით 10 წლის უკან ვამზადე ჩვენ საბანკეტოში და ძალიან მოწონება დაიმსახურა. იმის შემდეგ სულ ვაკეთებ და ძალიან მოსწონთ ჩემ მეგობრებს. ხშირად გთხოვენ რომ ეს კერძი მოამზადოთ. გადავწყვეტი ამისათვის რომ შემომეთალიზებინა ჩვენი მაყურებლისთვის. შეგი ახლა ვიწყებთ. წვრილად დაჭრას ქათმის ფილეს. და ახლა ვთუშავთ ხავს. ავიღებთ მცენარეულ ზეთს. წვრილად დაჭრილ დაკეპილ ხავს. მოვთუშავთ შევარდისფერებამდე. როცა უკვე მზად იქნება. სამზარეულოში ტრიალის სიამოვნებას განიჭერთ. ძალიან, როცა სტუმრები მყავს და ძალიან დიდი სიამოვნებით ვამზადებ კერძებს. ძალიან მიყვარს. და თქვენი ფანტაზიით თუ შეგიქნიათ რაიმე ახალი კერძი? როგორ არა ახალი კერძი, ჩაშუშული ხბოს ხორცი, ბოსნეულით მაგალითად, ფერადი ბულგარულებით გამიკეთებია, როდესაც ცხოვრობდი რუსეთში, დასავლეთ ციმბირში 10 წელიწადი ვიყავი. და ძალიან მოეწონათ და კალკულაცია შემადგენინეს და ქართულ კერძებს თუ ამზადებდით? კი, რა თქმა უნდა, ძალიან მოსწონდათ, განსაკუთრებით ქინძიანი საკვები და ხშირად მიირთმევდნენ ხოლმე, ძალიან მაყოფილები იყვნენ. ხშირად ვაკეთებდით. შევარდისფრდა ჩვენი ხახვი. ეხლა დამოვიდიოთ. ჩავყაროთ ფილე და ერთად გავაგრძელოთ. შუა. და ეს ფილეც უნდა შევარდისფრდეს? შევარდისფრდეს, დიახ. ხავთან ერთად კარგად ამოვურიოთ. და მოდით უფრო ახლოს გაგვაცანით თქვენი ოჯახი. ჩემი ოჯახი შედგება 3 წევრისაგან. მე, ჩემი მეუღლე და ერთი შვილი მყავს, მე-9 კლასში სწავლობს. სკოლაში არის. მეუღლე არ მუშაობს, ოჯახში მუშაობს უბრალოდ. გვაქვს ჩვენი სათბური, ესეთი კაპიტალური სათბური და ვიწვევთ ხილბოსტანს, ბოსნეულს უფრო სწორად. გვაქვს კიტრი, პომიდორი, ზამთრობით კიდე მოყავს მწვანილი. ეს ყველაფერი გვაქვს ბიოსასუფით, ბიოგაზი გვაქვს, მუშაობთ შიგნით, ასევე მეხმარება მეზობლებით, შეძლების დაგვარად დიდი ხანისით. საკმარისია? საკმარისია, დიახ. ახლა ცოტა შავი წიწაკა დავამატოთ გემოვნებით. ქალბატონელიკო, თქვენ პროფესიით ვინ ბრძანდებით? პროფესიით პედაგოგი გახლავართ, მაგრამ პირველი ჩემი დიპლომი იყო კულინარიული, ბათუმში დავამთავრე, კვების ტექნოლოგიური. მაქვს მე-5 თანრიგი მზარეულის.
კომუნისტების დროს ხდება ყველაფერი. პედაგოგად თუ გიმუშავიათ? რა თქმა უნდა, პედაგოგად ვიმუშავე 2 წელიწადით ვაბ საშუალო სკოლაში. 1 წლის უკან, შემდეგ რთული იყო ბავშვებთან მუშაობა? რთული იყო, როგორ არა, მაგრამ აი რა ვიცი, ძალიან შემიყვარა ბავშვებმა და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, რა ვიცი, ვეხმარებოდი შეძლების დაგვარად. ხა გავაგრძელოთ თან. გავაგრძელოთ, ეს გადავდოთ გვერდზე ციცოთით და ეხლა ამოვიყვანოთ კვერცხი. გავაკეთოთ ბლინები. მეორე ეტაპს ვიწყებთ? დიახ. მთლიანად ჩავახალოთ. რამდენი კვერცხი არის საჭირო? 4 კვერცხია საჭირო. 2 დიდი ბლინი უნდა გამოვიდეს. რაც საჭიროა ჩვენი სალათისთვის. თქვენ თქვით, რომ რუსეთში ბრძანდებოდით. დიახ. და იქ ამზადებდით ხშირად ქართულ კერძებს. დიახ, იყო კაფე რესტორანი იყო, სადაც დიდი სურვილით მოინდომეს, რომ გამეკეთებინა ქართული კერძები და იქაც ძალიან ბევრი კერძი შევიტანეთ მენიუში. ჩემი გაკეთებული ძალიან მოეწონათ. ქართულ კერძსაც უწევდით პოპულარიზაციას. რა თქმა უნდა, ერთი კერძი იყო ასეთი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ვაკეთებ ხშირად. კიდევაც გითხარით, ჩაშოშული ხბოს, რომელსაც შემდეგ სტაფილოთი, ხახვით რა თქმა უნდა ვშუშავ, შემდეგ ვამატებ ისა წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის ბულგარულ წიწაკას და ჩვენ ყველანაირ მწვანილს ბოლოში და ბოლოს კიდევ წითელი პამიდრით ვაზავებ და ძალიან მოეწონათ და მთხოვეს რომ რეცეპტი დაუწერე რეცეპტი ძალიან მოეწონათ, ასევე გააკეთენ სახლში და შემდეგ კიდე მეთხრა რომ კალკულაცია შევადგინოთ რომ გავაკეთოთ აქ ჩვენთან რესტორანშიო და გავაკეთოთ, მაგრამ რა ქვია ახლა იმასო ვითხრენ და ვაიმე რა ვთქვა ახლა ჩემი მოგონებული რაღაცა ის სახში ვაკეთებ ჩემს მეასაპაგო რისკი მე ვთხარი ხორცი გურულად და ესევე მისცენ დასათაურება ესევე იყო და რომ მოითხოვდნენ ხოლმე მოდიოდნენ და მეასაპაგო რისკი მოგვეცით მეცნებოდა ხოლმე ესე ციმბირის დიდ ტრამალებში გურულის სამზარეულოდან ვირთმევდნენ ხოლმე ძალიან გემრიელა და ძალიან მაყოფილები იყვნენ, ძალიან მოსწონდათ ქართული სამზარეულო. ლებობა კიდე. დავუბრუნდეთ. დიახ, ქვილი ჩავყაროთ. 1-2 კოვზი. 2 კოვზი ქვილი. დიახ, 2 კოვზი, ცოტა მარილი. სოდა. აი ძალიან ცოტა, ესე ამდენი. შემდეგ ჩაის კოვზი, მაიონეზი. დაგვჭირდება მიქსერი, ამოვიყვანოთ ეს ბლინის ცომი. კარგად. აი ჩვენი ტაფა გაცხელდა და ეხლა გამოვაცხოთ ბლინი. მასის ნახევარს დავასხავთ. საკმარისია. დიახ. ახლა რას ვაკეთებთ? ესე. ორივე მხრიდან გადავაბრუნოთ. ორივე მხრიდან სხვა ბლინი. დიახ. ორივე მხრიდან გამოვაცხოთ ეს ბლინები. ესე. უკვე მზად არის. კი, მგონი უკვე მზად არის, ცოტაც შეიწვას. ბავშვობაში თუ მზადებდით კერძებს? რა თქმა უნდა, მიყვარდა დედაჩემისთვის თვალის დევნება. რა ვიცი, ძალიან მიყვარს თავიდან ბავშვობიდან. ისევეა ჩემი შვილიც, ძალიან უყვარს. მოინდომებს რაღაცა გურმანივით გააკეთებს. ავიღოთ ესეც. გაფორმებას თუ აქცევთ ყურადღებას? რა თქმა უნდა. ვაკეთებ დიზაინს საბანკეტოებში. დავახვევთ რულეტივით, სანამ თბილია და დავდებთ. მწვანილი გვაქვს კამა. მე კამას ვცნობ მხოლოდ. მწვანილებიდან. ძალიან კარგია სალათისთვის.
და ეს რა მწვანილია? ეს არის ქინძი და ოხრახუში. ცოტა რაოდენობით ეს მე დავამატე თვითონ ამ სალათას, რითაც აი ცოტა ქართული ელფერი მიეცა და ქართული გემოვნება. დამიჭარეთ წვრილად. შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ დავჭრათ წვრილად. გამოცვლით პაკეტიდან მაიონეზს. სადამ ქეთი მწვანილს აგვიჭრის, მანამ მსხვილ სახეზე გავხეხოთ კარტოფილი საშუალო ზომის მსხვილ სახეზე 5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი. ვცდილობ წვრილად დავჭრა. ეს სალათი ძალიან გემრიელია, საქონლის ხორცითაც კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ ეხლა ვაკეთებთ ფილეთი ქათმის, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის. ქათამი ყველას ყავს ოჯახში და შეუძლიათ თავისუფლად გააკეთოს. აი უკვე გავხეხეთ მსხვილ სახეზე კარტოფილი. უნდა შევურიოთ ძალიან წვრილ სახეზე გახეხილი ხახვი, აი თითქოს ფაფასავით არის ესე. დავუმატოთ ცოტა მარილი. გემოვნებით რა თქმა უნდა. მწვანილიც მზად არის. უმაწოდეთ, აი ჩავყაროთ მაიონეზში. მთლიანად. აურევთ კარგად. მომზადეთ საკმაზი ჩვენი სალათისთვის. ავიღებთ ჩვენ ბლინებს, გავხსნით და ბლინი გრილი უნდა იყოს? რა თქმა უნდა, შეგრილებული, ცხელი არა. და ცოტა რაოდენობით წაусმევთ თითეულს, ძალიან კარგად ესე, რომ ყველგან მოუწიოს ჩვენი მაიონეზიანი საკმაზი. ისევე დავახვევთ. გავიმეოროთ ის მწვანილები, რომლებიც საჭიროა საკმაზისთვის. საკმაზისთვის საჭიროა ოხრახუში, კამა და ქინძი. ცოტა რაოდენობით ქინძი. დავახვევთ რულეტივით. ასევე გავიმეორებთ მეორეს და მესამეს თვისაც. კარტოფილში ცოტა რაოდენობით, აი დარჩენილის ნახევარი თითქმის და აურიოთ. ცოტა დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა. კარგად გაუჩნდეს ეს მარილი და შავი წიწაკა. გემოვნება არ დაკარგოს. ფილეს როდის ვიყენებთ? ეხლა დავამზადეთ ფილესა და ბარდის მარცვლებს. ჩვენ ფილეს ავიღებთ და დანარჩენ საკმასში ჩავდებთ. ვათავსებთ. და გვაქვს კიდე ბარდის მარცვლები. კილის ნახევარი დასჭირდება, მეტი არა. ესეც მოვათავსოთ. და ეს არის სალათის გულსართი, ეწოდებული. ესეც მზად არის. უკვე გადავდივართ ბოლო ეტაპზე და ჭრით ბლინის რულეტებს 1 სანტიმეტრის სისქის ოდენობით. ეხლა ვიღებთ დიდ თევზს და უსმევთ მცენარეულ ზეთს შიგნიდან. სასურველია გქონდეს ფოლგა, მაგრამ თუ არ არის, შეიძლება გამოვიყენოთ ეს სელოფნის პაკეტები. გავჭრით. ეს საჭიროა, რომ მოთავსდეს შიგნით ეს ყველაფერი. ქვემოდან არის ზეთი, მცენარეული თავსებული და ეხლა ავიღებთ კიდე პატარა მაიონეზს მოვუსმევთ ძირში. აი პაკეტის ძირში ახლა ავიღებთ ბლინებს და გვერდ-გვერდ დავაწყობთ მჭიდროდ. აი ესე. გავაგრძელებთ მჭიდროდ ჩაწყობას. ესე.
კერძებს ვაფორმებ სხვადასხვა ბოსტნეულით, ყვავილებს ვაკეთებ, ტიტებს, ვარდებს, ჭიდროდ ამოვავსეთ თევში. ეხლა უკვე კარტოფილის პიურე წავა ერთფინე. ესე რომ დაიფაროს ეს პატარა რულეტიკები კარტოფილის სატენით. ესე. შემდეგ მიდის აქ არის გულსართი, ქათმის ფილი და ბარდის მარცვლები. ქათმის ფილი მოთუშული. ეს მთლიანად ჩავდოთ. დატენეთ ცოტა, რომ შემდეგში ადვილად გადმოვიღოთ ეს. ცოტა კოვზით თვითონ. მიდით. ხო. ესე. ასე. ასე. ცოტა დავტენოთ ესა. ეს კიდე საჭიროა. ეგ შეზავებული კარტოფილი დავადოთ. ზემოდან დაადეთ. დანარჩენი მასა და გავასწოროთ. დაიფაროს ეს გულსართი. ეხლა ბოლოს ცელოფანის პაკეტი უნდა იყოს ცოტა დიდი, რომ აი შემდგომში აი ესე ჩავახლებთ. ესე შევფუთავთ. ცოტა ესე დავაწვევით, რომ ჩაჭდეს ყველაფერი მის ადგილას და ეხლა გავაფორმოთ, დავდოთ ლამას თევზზე, ჩვენს თევზზე, მოწოდეთ, რომელიც არის გაფორმებული სალათის ფოთლებით. ხსნით ცელოფანს, ვაცილებთ. ეს გადმოგვაქვს. ესეთ გადმოგვაქვს თავდაყირა ესე. აი ჩვენი სალათი სტილამაზე. ეხლა გავაფორმოთ პამიდორის ვარდებით. აბე სპეციალური დანა მაქვს შეძენილი და ამით ვაკეთებ ყველანაირ ვარდებს, ყვავილებს, ტიტებს, რა ვიცი. ეს არის ის ჯადოსნური დანა. ძალიან უხდება მაგიდას წითელი ვარდები. როცა ყველის ასორცს ვაკეთებ, პამიდრის ვარდებით ვაფორმებ და ძალიან ლამაზი და ეფექტურია. ესე სასურველია პამიდორი იყოს მაგარი, რომ ხელი შეგვიწყოს კათლაში. ესე. არც ის რთული. არა. გასაკეთებელი ყოფილა არა. პამიდორის ვარდები. არ არის რთული. მაგრამ სასურველია უფრო პატარა ზომის იყოს. მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის ინგრედიენტები, რომელიც საჭიროა სალათის მოსამზადებლად. სალათის მოსამზადებლად საჭიროა 5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 4 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოზი ფქვილი, სოდა, მარილი, შავი წიწაკა, ქათმის ფილი, რაც მთავარია, და ბარდის მარცვლები 9 კილა. მწვანილები ოხრახუში, კამა და პატარა ქინცი. პატარა რაოდენობით. ცოტა აი ქართული გემოვნება, ქართული არომატი შეყვეს ჩვენ სალათს. და კერძის გასაფორმებლად? კერძის გასაფორმებლად 4 ცალი პამიდორი. ესე. და სალათის ფურცლები. სალათის ფურცლები. ჩვენი ფრანგული სალათი მზად არის. დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, ჩემს გარეგნობაზე ზრუნავს სილამაზის ცენტრი New Style. მადლობა ჩვენს სპონსორს რესტორან ფიროსმას. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, დაგიბრუნდებით ახალ სტუმართან ერთად.